მსოფლიო თასის ეტაპი სნოუბორდ კროსის დისციპლინაში გუდაური მორიგი საერთაშორისო სპორტული ღონისძიების მასპინძელია. საქართველოს ზამთრის კურორტს მსოფლიოს 21 ქვეყნის 88 სპორტსმენი სტუმრობს. 2024-25 წლის ზამთრის სეზონზე ჩვენი ქვეყანა უკვე მესამე მსოფლიო თასის მასპინძელია. გუდაურმა და ბაკურიანმა ჯამში 300-მდე სპორტსმენი მიიღო. ღონისძიება მთის ტრასების სააგენტოსა და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. შალვა სუმბაძე იმყოფება გუდაურში და პირდაპირ ეთერში საუბარს ახლა ჩემი კოლეგა განაგრძობს. შალვა, გისმენთ. შეიძლება ითქვას, რომ დღეს გუდაური კიდევ ერთხელ მოექცა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში. გუდაური არის მასპინძელი სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპის, რომელიც დღეს დილიდან საკმაოდ სანახაობრივი გამოვიდა. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო ერთის მხრივ მოწყობილმა ინფრასტრუქტურამ, მეორეს მხრივ კი კარგმა ამინდმა და სწორედ ამის გამო საკმაოდ ბევრი გულშემატკივარია დღეს მოსული გუდაურში. სპორტსმენების საგულშემატკივროდ ამ სანახაობის სანახავად არის მოსული და ახლა, როდესაც უკვე ნელ-ნელა სპორტსმენები მიდიან, ასე ვთქვათ, ფინალური ეტაპისკენ, სანახაობა უფრო და უფრო ეფექტური ხდება. შეგახსენებთ, რომ 21 ქვეყნის 88 სპორტსმენია გუდაურში ჩამოსული, რომლებიც სნოუბორდ კროსის დისციპლინაში ეჯიბრებიან მოსაპოვებლად სარეიტინგო ქულების მსოფლიო თასის ერთ-ერთ ეტაპზე. ეს ყველაფერი კი უკვე რამდენიმე წელია ტრადიციად იქცა გუდაურისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, როდესაც პირველად უმასპინძლეთ მსოფლიო თასის ეტაპებს, სწორედ მაშინ, როდესაც საორგანიზაციო ჯგუფმა მთის ტრასების სააგენტომ მიიღო უმაღლესი შეფასება, ამის შემდეგ გუდაური მოხდა მუდმივ კალენდარში, როდესაც სპორტსმენები ყოველ წელს ჩამოდიან და რამდენიმე დისციპლინაში მართავენ მსოფლიო თასის ეტაპებს. წელსაც ეს არის მესამე შემთხვევა, როდესაც გუდაური მასპინძლობს, უფრო სწორად საქართველოს მთის კურორტები მასპინძლობს მსოფლიო თასის ეტაპებს და ამჯერადაც საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის წარმომადგენლობა უმაღლეს დონეზე აფასებს გაწეულ სამუშაოებს, როგორც სასრიალო ტრასის მოწყობის, ასევე სხვა ლოჯისტიკური და ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო და კიდევ ერთხელ უხდის მადლობას საორგანიზაციო ჯგუფს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მთის ტრასების სააგენტოს იმისათვის, რომ მაქსიმალურად მაღალ დონეზეა ორგანიზებული დღევანდელი შეჯიბრიც. ამ შემთხვევაში უკვე კაცების შემთხვევაში გადასულები ვართ მეოთხედფინალების ეტაპზე. სპორტსმენები ეჯიბრებიან ნახევარფინალში გასვლისთვის ერთმანეთს, რაც შეეხება ქალების ნაწილს. ქალები უკვე გადასულები არიან ფინალში და უკვე ცოტა ხანში იქ გვექნება შესაძლებლობა გავიგოთ, რომელი ქვეყნის წარმომადგენლები შეძლებენ მედლების მოპოვებას. ლევანდელ სეზონზე არის მესამე მსოფლიო თასი. ამ კონკრეტულ მსოფლიო თასზე ვიმყოფებით გუდაურში. 88 სპორტსმენი მონაწილეობს 21 ქვეყნიდან. ყველა მსოფლიო თასი აქამდე წარმატებით ჩავატარეთ და შესაბამისად ეს მსოფლიო თასის მიმედოვნებს, რომ წარმატებით იქნება ჩატარებული. ამინდი არის იდეალური, თოვლის კონდიციები არის, კონდიცია იდეალური და ეს არის ქვეყნისთვის კიდევ ერთი დიდი წარმატება. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ორგანიზება და მხარდაჭერა მთის ტრასების სააგენტოსაგან, ასევე გუდაურისაგან და საქართველოს სათხილამურო ფედერაციისაგან. წელს კიდევ უფრო გაუმჯობესებულია ყველაფერი. აქ პროფესიონალი და გამოცდილი ადამიანები მუშაობენ. არაჩვეულებრივი ამინდი და შესანიშნავი შეჯიბრება გვაქვს ტრასის ძალიან კარგი მდგომარეობით. ყველაფერი კარგად მომზადებულია. შესაბამისად, შეგვიძლია დღეისათვის ველოდოთ მაღალი კლასის შეჯიბრს. ვიმედოვნებ, რომ ბევრი მაყურებელი გვეყოლება. მსოფლიო თასის ეტაპზე, რომელიც სნოუბორდ კროსის დისციპლინაში იმართება, ამის პარალელურად უფრო ზუსტად გუდაურში ასევე მიმდინარეობს ღონისძიება გიზგიზი, რომელიც ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით იმართება. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ უფრო მიმზიდველი იყოს აქ მაყურებლებისთვის, უფრო ეფექტური, სანახაობრივი და უფრო გასართობი გუდაურში ამოსვლა. ასევე ტურისტებისთვის საკმაოდ კარგი შესაძლებლობაა, რომ ერთდროულად დაესწრონ უმაღლესი რანგის საშეჯიბრო ტურნირს სნოუბორდ კროსის დისციპლინაში, ასევე გაერთონ უკვე გიზგიზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამ ღონისძიების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გამოფენილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია, ასევე უკრავს DJ და არის საკმაოდ ამაღლებული განწყობა. ვიმყოფებით გუდაურში, სადაც ასევე მიმდინარეობს ფესტივალი, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ძალიან ბევრი საინტერესო აქტივობა, როგორც შემეცნებით, ისე გასართობის, საბავშვო სივრცეებია მოწყობილი. აქ დაგვდებათ ქართული სტრიტ ფუდი და ბევრი საინტერესო აქტივობა. ასევე აღსანიშნავია, რომ დღეს გაიმართება კროსის მსოფლიო თასი მიმდინარეობს უკვე გუდაურში. ყველას გელოდებით ერთად გავატაროთ დრო გუდაურში. გუდაურში გვაქვს სვანური კერძები წარმოდგენილი, გვაქვს ჭიშტვარი, სვანური და სვანური
იტალიური სალათი, ასევე გვაქვს პიტაკუგდარი, გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი, სინამონ როლები და ასე უმასპინძლებთ ჩვენთან მოსულ სტუმრებს. სტანდარტული ტიპის ხინკალს ვამზადებთ თიულური ტიპისას, თუმცა წელს გადავწყვიტეთ, რომ სტანდარტული ტიპის ხინკლის გარდა გავაკეთოთ უფრო მეტად street food სტილში კარტოფილის სოკოს და ყველის ხინკლების შესაბამისი სოუსები. დღევანდელი შეჯიბრი არის ესე ვთქვათ დასკვნითი ღონისძიება, რომელსაც გუდაური მასპინძლობს უგულისხმობ მსოფლიო თასის ეტაპებს, მესამედ იმართება და ამ სამი ასე ვთქვათ შეჯიბრის განმავლობაში 300-მდე საერთაშორისო სპორტსმენი იმყოფებოდა საქართველოში. წელს არ იქნება ასე ვთქვათ ბოლო ღონისძიება, როგორც გითხარით, უმაღლესი შეფასებები აქვს ორგანიზების ნაწილში მთის ტრასების სააგენტოს, გუდაურიც, ბაკურიანიც, მესტიაც უკვე მონიშნულია საერთაშორისო კალენდარში, საერთაშორისო რუკაზე. შესაბამისად, უკვე მომდევნო წელსაც გვექნება შესაძლებლობა, რომ მსგავსი მაღალი დონის ღონისძიებებს უმასპინძლოთ. შალვა, მადლობა. შალვა სუმბაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში გუდაურიდან.